მეფემ იგი აღსაზრდელად მიაბარა ქვეყნის პირველ ვეზირს, გიორგი ჭყონდიდელს. ჭყონდიდელმა უფლისწული მამაც მეომრად, წიგნიერ ადამიანად და გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწედ აღზარდა. 16 წლის იყო, როცა ლიხის მთის ძირში მოსახლეობის დამცავი რაზმები შექმნა და თავად ჩაუდგა სათავეში. ისინი მოულოდნელად თავს ესხმოდნენ საქართველოში დაბინავებულ თურქ-სელჩუკებს, რომლებიც შიშის გამო ქვეყნიდან გარბოდნენ, ხოლო ადგილობრივი ქართველები სახლებში ბრუნდებოდნენ. მან სრულყოფილი გვარდია დააარსა. ეს იყო 5000 კაციანი მონასპა. მან ასევე გააძლიერა მстовართა ინსტიტუტი, რომელსაც უშიშროების ფუნქცია ჰქონდა. 1104 წელს ერწუხთან განძის ათაბაგისა და თურქთა მრავალრიცხოვანი კოალიციური ჯარი დაამარცხა. ამ ბრძოლაში მას 3 ცხენი მოუკლეს და მეოთხე საღაზე და მჯდომან სრულყომის დღისა ომი. მე-12 საუკუნის დასაწყისში შემოიერთა კახეთი, ერწომთიანეთი და არაგვის ხეობა. 1103 წელს გააუქმა კლდეკარის საერისთავო. 1110 წელს თურქებისგან გაათავისუფლა სამშვილდე. 1115 წელს რუსთავი. 1118 წელს ლორე და აგარანი. 1118 წელსვე ლორე ტაშირის აღების შემდეგ სომეხთა მეფის ტიტული მიიღო. 1121 წლის 12 აგვისტოს საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ძლევაის საკვირველი შეასრულა. ქრისტიანული სამყაროსთვის დიდგორის ბრძოლა მოიგო. 400 წლიანი პაუზის შემდეგ თბილისი კვლავ ქვეყნის დედაქალაქი გახადა. 1123-1124 წლებში ილაშქრა შირვანშაჰის წინააღმდეგ და მის ციხესიმაგრეებში თავისი მეომრები ჩააყენა. 1124 წელს თურქებისგან ქართული ქალაქი დმანისი გაათავისუფლა. აიღო დარუბანდის სამთავრო. დაიხსნა სომხური ქალაქი ანისიც, რის შემდეგაც შაჰანშაჰის ტიტულიც მიიღო. მე-12 საუკუნის დასაწყისში გელათში დააარსა აკადემია და ქსენონი. მის სახელს უკავშირდება ქვეყანაში გზების, ხიდების, სასტუმროების, ძველებურად ფუნდუკების მასობრივი მშენებლობა. ქალაქებში გაიხსნა სახელოსნოები, დაიწყო ეკლესია-მონასტრების მასიური მშენებლობა, ქალაქების განვითარება და აღმშენებლობა. როცა 16 წლის ასაკში მტრისგან განადგურებულ ქვეყანას იბარებ და მემკვიდრეებს რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოს უტოვებ, არც ერთ ბრძოლაში მარცხდები და ქვეყანას სააღმშენებლო მოედნად აქცევ, შენ არ ხარ უბრალოდ ქართველთა გამორჩეული ხელმწიფე. შენ ხარ მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა მეფე, დავით მეოთხე აღმაშენებელი. მეგობრებო, იმისთვის რომ ჩვენმა პროექტმა განაგრძოს მუშაობა და განვითარება, გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა. დაეხმარეთ არხს განვითარებაში და შეიტანეთ თქვენი წვლილი საქართველოს ისტორიის გავრცელებაში. დონაციის ბმული იხილეთ კომენტარებში.